საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, სიტუაცია ასეთია. აქ უყურებ, სარკეში იყურები და ამჩნევ, რომ ერთი მხარი უფრო მაღლაა ვიდრე მეორე. რა უნდა გავაკეთოთ? სად გავიქცეთ, უნდა ვინერვიულოთ. თუ არა საჭიროა, თუ არა რაიმე მოქმედება, ეხლა ერთად გავარკვევთ. მიზეზები, რის გამოც ერთი მხარი შეიძლება უფრო მაღლა იყოს მეორეზე, სხვადასხვა, სამი ძირითადი, ეხლა გაიგებთ რომლებია. თუ ამასთან ერთად არაფერი გტკივათ, წელიც არ ტკივათ, ხელები ფეხები არ ტკივათ, მხრებიც არ ტკივათ, არაფერ საშიში შეიძლება არ იყოს ამაში, თუ არანაირი დისკომფორტი არ გქონთ. მაგრამ თუ ამასთან ერთად არის ტკივილი წელში იმ მხარში, რომელიც ქვემოთაა, მაგრამ ყველაზე ხშირად ქვედა მხარში, ამ მხარში ტკივილი გვხვდება. ან ტკივილი კისერში, ის შეიძლება იყოს როგორც ერთ ისე მეორე მხარეს. კისრის მოძრაობის შეზღუდვა, წელის მოძრაობის შეზღუდვა, ტკივილი თეძუს სახსარში, ტკივილი მუხში. ესეთ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაქციოთ ამ ინფორმაციას, რომელიც ახლა მოგეცოდებათ. მაშასე დააკვირდით. ერთი მხარი მაღლა, მეორე დაბლა. პირველი მიზეზი, მაგრამ ყველაზე ხშირი ეს არის ბეჭის წინ გადანაცვლება ხელთან ერთად. კუნთების ტონუსის განსხვავების გამო, რომლებიც ბეჭს ამოძრავებენ და აფიქსირებენ წინა და უკანა მხრიდან. წინა კუნთების ჯგუფი. პატარა მკერდის კუნთი, დიდი მკერდის კუნთი. კიდევ დავამატებთ, აქ არის პატარა ნისკარტ მხრის კუნთი. წინა დელტაც მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობაში. მაგრამ ძირითადი კუნთები, რომლებიც ასე წინ წევს მხარს, ეს ყველაზე ხშირად შეიძლება გამოიწვიოს მცირე მკერდის და დიდი მკერდის კუნთის შემოკლება. და არც იმდენად შემოკლება, რამდენადაც განსხვავება მოცულობასა და ძალაში მკერდის კუნთებსა და იმ კუნთებს შორის, რომლებიც უკნიდან აფიქსირებენ ბეჭს. ეს არის ტრაპეციული კუნთი, მისი ქვედა და შუა ნაწილი, ზედა ნაწილი ძალიან ხშირად არ შეესაბამება. მოცულობა და ძალა ტრაპეციულ კუნთსა და დიდ მკერდის კუნთს შორის, ეს ყველაზე ხშირი მიზეზია. ხშირად პრობლემა ამ წინაგადახრის არის დელტოიდური კუნთის მოცულობის სხვაობა. უკანა ნაწილი სუსტად არის განვითარებული, წინა კი უკეთ განვითარებულია. მაგრამ კიდევ ხდება ისე, რომ მხარი წინაა გადახრივი, თუმცა წინა დელტაც არ არის განვითარებული. მაშინ ეს ხდება იმის გამო, რომ ნისკარტ მხრის კუნთი დამოკლებულია და ავტომატურად დელტოიდიც სუსტდება. დელტოიდს უკვე მოძრაობაში ყველა სხვა კუნთიც ეხმარება. მაშასე, პირველი მიზეზი დარღვევისა, ასე ვთქვათ, ბეჭის ბალანსის. ამ შემთხვევაში რა არის დამახასიათებელი ნიშნები? ანუ, პირველი ასეთი ტიპი, ესეთი გადახრილი, ის ასე ჩვენს წინ დგას. და მისი დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ ეს მხარე, რომელიც ქვემოთაა, ის კიდევ წინ იქნება იმ მხართან შედარებით, რომელიც მაღლაა. რას ნიშნავს ეს? ასე ნიშნავს. ხედავთ, ჩანს თუ არა, წინ არის გადანაცვლებული, ეს ჩემთან, ის ცოტა უკანაა, ბეჭი თითქოს დაფიქსირებულია, ხოლო ეს წინ არის გადმოვარდნილი. და როგორც წესი, იმ მხარეს, სადაც ეს მოხდა, ხელის მდებარეობა ოდნავ ასეა შემოbrunებული. უფრო მოსახერხებელია ჩემთვის ზურგის მხრით წინ გავაკეთო. ეს მოძრაობები გვერდზე ჩემთვის მოუხერხებელია. ამ ხელით ძალიან ხშირად, თუნდაც თუ მარჯვენა, უხერხულია რაღაცების ტარება. და აწევის მოძრაობა იმ მხარეს, სადაც მხარი უფრო მაღლაა. ამ შემთხვევაში უფრო მოსახერხებელია გასაკეთებლად, ვიდრე იმ მხარეს, სადაც მხარი დაბალია. ანუ აქ აწევა მიჭირს, რადგან როგორც წესი დელტების დაზიანებულია. დატვირთვისას, სწორედ ეს მხარი უფრო მეტად რისკავს დაზიანებას, პირველი ყველაზე ხშირი სიტუაცია. მას რომაული ციფრით 1 მოვნიშნოთ, მეორე სიტუაცია. ასევე, დიახ, საკმაოდ ხშირია კუნთების მოცულობის სხვაობა ქვემოთ, სწორედ აქ. ანუ აქ ჩვენ ეს ადგილი გქონდა, დიახ, ასეთ დარღვეულ ბალანსში. და აქ ჩვენ, ნახეთ, ესე იქნება. უკვე ესე მოგვიწევს დახატვა. ასეთი ადამიანი, ასეთი გულმკერდით. ესე და აქ ჩვენ მივიღეთ ერთი მხარი მაღლა, მეორე დაბლა. რა ცუდია, ხო? გაგრძელება ასე. პირველი ცდიდან არ გამოდის. აქ. ნახეთ, როგორ, ცოტა რკალი აქ იქნება წეგლის არეში. მეორე მკერდის არეშია. პირველი როგორც წესი სკოლიოზის გარეშეა.
პირველი შემთხვევა. ხოლო მეორეში ცოტა ზედმეტი მოღუნულობა გამოჩნდება აქ. აქ გვაქვს განსხვავება კუნთების ტონუსსა და მოცულობაში მარჯვნივ და მარცხნივ. ანუ ერთ მხარეს კუნთები სუსტია, მეორეზე კი უფრო ძლიერია. ამასთან ერთად შეიცვლება მენჯის მდებარეობაც, ჯის მდებარეობაც. ანუ ამ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რომ კუნთები უკვე აქ არის სხვადასხვა ტონუსისა და სხვადასხვა ძალის. რომელი კუნთები? კვადრატული, გარეირიბი, შიდაირიბი, თეძო წელის კუნთი. შეიძლება რომელიმე ერთი მათგანი იყოს, მაგრამ თუ რომელიმე ერთი მათგანია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ დისბალანსს გამოიწვევს. მოძრაობის დროს შეიძლება მხოლოდ იგრძნობოდეს. როგორც წესი, ამისთვის განსხვავება უნდა იყოს კვადრატულ კუნთებსა და ირიბ კუნთებს შორის. და თუ თეძო წელის კუნთის ჩაერთვება, კიდევ მენჯი შეიძლება როგორღაც შემოტრიალდეს. აი ესე შემოტრიალდეს. რატომ ტრიალდება ის? იმიტომ რომ მოძრაობის დროს თეძო წელის არ ყოფნის ძალა, რომ ფეხი აქედან უკანა მდგომარეობიდან წინ გამოიტანოს და ამიტომ უწევს ასე დაეხმაროს თავს მენჯით და ამიტომ ცოტა მენჯიც ასე იხრება. ჩვეულებრივი განმეორებადი მოძრაობის გამო გარკვეული კუნთები მუდმივად ზედმეტ ტონუსშია. ამ შემთხვევაში ასევე იცვლება ფეხების მდებარეობა. მაგალითად, ამ მხარეს ჩემთან კუნთები მოკლეა, ამ მხარეს აქ კი უფრო გრძელია და ჩემი ფეხებიც ამ მდგომარეობას მოერგება. აი ეს მარჯვენა ფეხი გვერდზე ოდნავ გადაიდგმება, შეიძლება ოდნავ ასე გვერდითაც შემოტრიალდეს და ასეთ შემთხვევაში, როცა ვივლი, შემიძლია შევამჩნიო შემდეგი რამ. თოვლზე ნაკვალევი ასე მიდის. ერთი ფეხი თითქოს ნიჟნი ნოვგოროდში მიდის, მეორე კი აქ სურგუტისკენ არის მიმართული. სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობ, ძალიან არაპროგნოზირებადი მოძრაობები გამომდის და როცა ვინმე ჩემსკენ მოდის, სულ ასევე ჯახები მას. აი ასე. როცა ადამიანი მოდის, მე და ის ვერ გაიგებს სადმი და წავიდე. ხან აქეთ, ხან იქით, აი ესე სრულიად არაპროგნოზირებადი გამოდიხართ, გაუთვალისწინებელი ადამიანი. და მე სულ პრობლემა მექნება იმასთან, რომ ვინმეს გვერდი აუვარო, იმიტომ რომ ეს საშიშად გამოიყურება გვერდიდან, როცა ასე მიდიხარ. მით უმეტეს თუ ხელებიც ასე გექნებათ ჩამოშვებული. და თქვენ ასეთ მოძრაობას გააკეთებთ. საშიშები ხართ. როგორ მოვიშოროთ, ახლავე ყველაფერს გადავწყვეტ და გაჩვენებთ. და მესამე. ესეც ხშირად ხდება, მაგრამ არა ისე ხშირად და ბევრად უფრო ადვილად გასწორდება. ეს ის შემთხვევაა, როცა ფეხების სიგრძე განსხვავებულია. მოდით აქვე დავხატოთ. ფეხების განსხვავებული სიგრძე რა გამომივა? აი ამ მხრიდან, გვერდიდან, აქაც იგივე მოხდება მენჯთან და იმ მხრიდან, სადაც მე მაქვს. მენჯის ქვედა ნახევარი აქ ქვემოთ ჩამოიწევა. ამ მხრიდან ფეხი მაქვს და ის მოკლე იქნება, ანუ ეს ფეხი მოკლეა, ეს ფეხი გრძელია. აქ რა უნდა გავაკეთოთ? უნდა აუნაზღაუროთ ფეხების სიგრძის სხვაობა. 1 სანტიმეტრამდე ეს ნორმად ითვლება. ფეხების სიგრძის სხვაობა. თუ არ გაქვთ მძიმე ფიზიკური დატვირთვები. თუ თქვენი სიმაღლეა, მაგრამ თუ მეტი გაქვთ ვიდრე 171 სანტიმეტრი, ამას ვერ იგრძნობთ, ყველაფერი კომპენსირდება ფეხსაცმლით. მაგრამ თუ გჭირდებათ ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა და თუ სხვაობა უკვე მეტია 1,5 სანტიმეტრზე, სასურველია კომპენსირება, იმიტომ რომ ასიმეტრიულად სხვადასხვა სიგრძის ფეხები დატვირთვას ვერ გაუძლებენ. აი ესე. და რა გამოდის ჩვენთან? პირველი შემთხვევა. როგორ გამოვასწოროთ? როგორ განვასხვაოთ პირველი, მეორე შემთხვევისგან და მესამე შემთხვევისგან? აი თქვენ დგახართ. დაუშვათ ერთი მხარი დაბლა გაქვთ, მეორე მაღლა. დიახ? პირველ შემთხვევაში, როცა ზურგზე ბეჭებს შეაერთებთ, ორივე მხარი ერთ დონეზე აღმოჩნდება. აი ესე. თუ საქმე მხოლოდ ბეჭია, აი ესე. ანუ თქვენ ასე იდექით, მერე ასე გააკეთეთ. ორივე ბეჭი შეაერთეთ. მაქსიმალურად მიაჭირეთ ხერხემალს. და ხო უფრო სიმეტრიულად დადექით, ესე იგი მუშაობთ აქედან. მაგრამ ეს მხოლოდ სახლის პირობებშია, როცა კვალიფიციური ექიმი არ ყავთ. აი ეს ყველაფერი დამოუკიდებლად. თქვენ ხო გიყვართ ყველაფერი, თვითონ განკურმოთ. პირველი ნახევარი წელი. შემდეგ, როცა უკვე აღარაფერი მოძრაობს, უკვე ვეძებთ დახმარებას, როგორც წესი, აი ესე. ამიტომ პირველი. აი ნახეთ. დამოუკიდებლად გასაგებია, დიახ. მეორე, აი მეორე შემთხვევა. აი ასე ვაკეთებთ. და მაინც ვრჩებით გადახრილები, ანუ ბეჭები შევაერთეთ, მაგრამ ხარი მაინც მაღლა, მეორე დაბლა, აი ასე.
ფეხებთან როგორაა? ერთი მხრიდან ფეხის ქვეშ რაღაც დავდეთ. მაგრამ როგორც წესი, ნახეთ როგორ ხდება. ანუ იმ მხარეს, სადაც მხარი დაბლაა, იმ მხარეს ფეხიც მოკლე გამოდის. ამ ფეხის ქვეშ რაღაც ამოდეთ. ან მეორე ფეხიდან ფეხსაცმელი გახადეთ. აი ეს. თქვენ გამოგივათ ისე, რომ იმ მხარეს, სადაც მხარი დაბლაა, აწერთ. მიხვდით აზერს. რას გიხსნით? ყველა ადამიანი აქაა შეკრებილი. უმაღლესი განათლება აქვთ, ზოგს რამდენიმე კიდეც, თვითონაც ხვდებით. მოდით გადავიდეთ უფრო რთულ შემთხვევებზე. მხარი წინ გვაქვს გადანაცვლებული, რა ვქნათ? ვავარჯიშებთ უკანა დელტასა და ტრაპეციას. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ვარჯიშია, რომელიც კარგად ტვირთავს ამ ყველაფერს. აი ასეთი. ის სასარგებლოა მხრისთვისაც, რადგან ბევრ ადამიანს ასეთ შემთხვევაში სწორედ მხრის სახსართან აქვს პრობლემა. ვიღებთ წონას, დასაწყისისთვის 1 კილოგრამი, წყლის ბოთლი 9 კილოგრამი, წონას ირჩევთ თქვენი ძალის მიხედვით. ვწვევით ასე გვერდზე. ხელს ჩამოუშვებთ. წევთ აქეთ. ჩამოუშვებთ, წევთ. ხელის დებარეობის მიხედვით. იქნება სხვადასხვა გარდა უკანა დელტისა. და ცოტა აქ ბეჭის კუნთებიც. ზედა ეკლის და ქვედა ეკლის კუნთებიც მუშაობს. ესე ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ხელის მდებარეობაზეა დამოკიდებული. ხელის მდებარეობის მიხედვით ტრაპეციის რომელი ნაწილი იმუშავებს. ანუ შეგვიძლია შევცვალოთ. თუ აქ დავდებთ, აი ასე. აი, ჩვენთან უფრო მეტად იმუშავებს ტრაპეციის ზედა ნაწილი. თუ აქ უფრო მაღლა დავდებთ, აქ ტრაპეციის ქვედა ნაწილიც ჩაერთვება მოძრაობაში. თუ ხელს ასე შევაბრუნებთ, საშუალო დელტაც იწყებს მოძრაობაში მონაწილეობას. ანუ სწორედ ასეთი ვარჯიში დაწყება კარგია, რადგან წინ გადანაცვლებული ბეჭისთვის ჩვეულებრივია ასეთი ქვედა მდგომარეობა. და თავიდან სასურველია ოდნა უკან დავაბრუნოთ ბეჭი ამ გაწერილი მდგომარეობიდან და შემდეგ დავიწყოთ მოძრაობა. ვარჯიშების პირველი ჯგუფი, ვარჯიშების მეორე ჯგუფი. ასევე ამავე კუნთების ჯგუფზე ელასტიკური ლენტის გამოყენებით. როგორ ხდება ეს აქ? აქ თქვენ უკვე ამაგრებთ მას სადმე კარის გვერდით. და ვაკეთებთ მოძრაობას აქეთ გვერდზე. აი აქ. რა განსხვავებაა? პირველ ვარჯიში მაქსიმალური ძალა გვქონდა აქ ამ წერტილში. იმ მდგომარეობაში, სადაც ბეჭი გვაქვს, წინა მდგომარეობაში დაშორება ბეჭის ამ შიდა კიდესა და ხერხემალს შორის. ის უფრო დიდია და ამ მდგომარეობაში მაქსიმალური დატვირთვა მოდიოდა იმ ვარჯიშში, ამავე ვარჯიშში კი მაქსიმალური ძალა იქნება საბოლოო წერტილში, როცა ბეჭი უახლოვდება ხერხემალს, ანუ ძალა ოპტიმალურია, აი აქ ამ ადგილზე. თუ საუბარია, თუ ჩვენი ამოცანაა შევცვალოთ ბეჭის მდებარეობა, მაშინ შეგვიძლია თუნდაც სტატიკურად აქ, ძირითადად უბრალოდ დავიჭიროთ გარკვეული დროით, რომ კუნთი შეეჩვიოს ამ ადგილზე ტონუსის შენარჩუნებას. იგივე ხელის მდებარეობა შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, შეიძლება ასე, აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, როგორც თქვენთვის მოსახერხებელია. შემდეგ მომავალში ამ მდგომარეობაში იწყებთ ხელის მოძრაობას, ანუ რა გამოდის თქვენთან? აი როცა გააჭიმეთ რეზინი და იწყებთ ხელის ძალიან მაღლა აწევას, არ არის საჭირო ძალიან მაღლა აწევა, ოდნავ თვალის დონეზე საკმარისია, ანუ აქ იწყებთ მოძრაობას. რა ხდება თქვენთან? თქვენთან წინა დელტოიდური კუნთი, შუა თუ ხელის მდგომარეობა ასეთია, თუ ხელის ასეთი მდგომარეობაა, მაშინ უფრო მეტად წინა. ისინი იწყებენ მუშაობას და ამ დროს თქვენ ბეჭი დაფიქსირებულია ტრაპეციული კუნთით მოძრაობის განმავლობაში. რა ხდება ჩვეულებრივად? ეს არ ხდება იმ ადამიანთან, ვისაც ასეთი მდგომარეობა აქვს მხარზე. ანუ იმ მომენტში, როცა ხელი მაღლა ამკავს, ხედავთ, ჩემი ბეჭი ასევე წინ არის განლაგებული. მომდის ისე, რომ იმ მომენტში, როცა ხელი მაღლა იწევა, ის უკნიდან არ არის სტაბილიზებული. და რომ ამ მოძრაობას გადავეჩვიოთ, ანუ აი ხელს ვწევ, მაგრამ ბეჭი მაინც წინ არის. ანუ შემიძლია ძალისხმევით ვცადო, მაგრამ ეს ძალიან რთულია. მოძრაობის კოორდინაცია, როგორც წესი, არ არის საკმარისი.
ამიტომ გამოიყენება ასეთი დამხმარე საშუალებები, მაგალითად რეზინები, სადაც ჩვენ გამოდით ვაფიქსირებთ მას, ვამაგრებთ, მაგალითად კარზე ვამაგრებთ, ვქაჩავთ და აქ უკვე ავტომატურად ხედავთ პირველივე ძალისხმევით უკან მიდის. და აქ უკვე აღარ მჭირდება ლოპატკის მდებარეობის კონტროლი, ავტომატურად უკვე უჩვეულო ჩემთვის უკანა მდგომარეობაშია და აქ უკვე მოძრაობას ვაკეთებ. გამეორებების რაოდენობა სტანდარტულად ვარჯიშებისთვის 5-დან 10-მდე გამეორება. რამდენიმე მისვლა დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაიღლება. ეს იყო ჩვენი პირველი სიტუაცია. მეორე სიტუაცია, აი აქ. მესამე. აქ საჭიროა ერთი მხარე ცოტათი მოვადუნოთ, მეორე მხარე კი გავავარჯიშოთ. ასეთ შემთხვევაში პირველადი ვარჯიშები კეთდება წოლაში, ასე უფრო მოსახერხებელია. თქვათ, აქ ამ მხარეს მაქვს მოკლე კუნთები, აქ კი უფრო გრძელი და სუსტი. არა აუცილებელი, მაგრამ სუსტი. მოდით, ნუ გავართულებთ. ანუ აქ მაქვს გადატვირთული კუნთები, აქ კი არასაკმარისად განვითარებული. რას ვაკეთებ? იმ მხარეს, სადაც მხარი დაბალია, აი ამ მხარეს თქვათ, ის დაბალია, ხო? ამ გვერდით სვები ქვევით, აი ეს. ხელებით ვიჭერ, ფეხებით ვაკეთებ ასეთ მოძრაობას ზემოთ, ორივე ფეხს ვწევ ზემოთ და ვცდილობ სტატიკურად შევინარჩუნო. ხელებით ბალანსისთვის ვიჭერ, ვცდილობ ფეხები ერთ დონეზე შევინარჩუნო, ხაზზე იყოს ტანთან ერთად. მაღლა ვერ აიწევენ პირველ რიგში და მეორეც არ არის საჭირო ძალიან მაღლა აწევა, იმიტომ რომ თუ ძალიან მაღლა აწევას ეცდებით, უბრალოდ აქ უკან გადახრებით და თითქოს უფრო მაღლა აწევთ, მაგრამ არა ისე როგორც საჭიროა. მხოლოდ მუცლის კუნთებით აწიეთ. და თუ გინდათ რომ უფრო მეტად წელის კვადრატულმა კუნთებმა იმუშაონ, ამ შემთხვევაში ფეხები ცოტა უკან უნდა წაიღოთ. აი ესე. ანუ რომ ქუსლი მუხზე წინ არ აღმოჩნდეს, არამედ ცოტა უკან ან ერთ ხაზზე იყოს. და ამ მდგომარეობაში ფეხს ვწევთ ზუსტად. შეიძლება იგრძნოთ დაძაბულობა, თუ იქ რამე დარჩა კვადრატული წელის კუნთიდან, შეიძლება მასში რაღაც იგრძნოთ. და ასე სტატიკაში ვიჭერთ. კარგი, 5-10 წამი საკმარისია. შემდეგ ვდებთ და ვიწევით ზემოთ. რთულია. ვიწევით ზემოთ, წინა მხარზე ვეყრდნობით, აი ასე. და უბრალოდ ვწევართ, ვისვენებთ ამ მდგომარეობაში. ჭიმავთ, გამოდის საპირისპირო მხარის. აი ესე. შემდეგ იგივე ვიმეორებთ. კიდევ ერთხელ ვწვევით და ფეხებს ვწევთ ზემოთ. ნელ-ნელა მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა კუთხეები. ანუ ოდნავ წინ გადავწიეთ ფეხები ამ მდგომარეობიდან და ვიწყებთ აწევას. აქ დატვირთვა მოდის, მეტი იქნება მუცლის გვერდით კუნთებს. თუ კიდევ უფრო უკან გადავწევთ ფეხებს და ამ მდგომარეობაში ვცდით აწევას, აქ კიდევ უფრო მეტად იმუშავებს წელის კვადრატული კუნთი. აი ესე. თუ ამ ვარჯიშის შემდეგ ადგებით სარკესთან მიხვედით, თითქოს ყველაფერი გასწორდა. ეს ნიშნავს, რომ სწორ მხარეს გააკეთეთ. თუ ადგით და ყველაფერი კიდევ უფრო ასიმეტრიული გახდა, ეს ნიშნავს, რომ ვერ გამოიცანით. კიდევ ერთი ვარიანტიც არის ორივე ერთდროულად გააკეთოთ, ორივე გაწელოთ და ორივე გაავარჯიშოთ. იმიტომ რომ თუ კიდევ ერთხელ დატვირთავთ უკვე გავარჯიშებულ კუნთს, არაფერი ცუდი არ მოხდება. ის კუნთით, რომელიც ჩვეულებრივ არ მუშაობს და ტონუსი სუსტი აქვს, თუ მასაც ოდნავ გაწელავთ, პრინციპში არც ეს იქნება საშიში, არაფერი ცუდი არ მოხდება. ალბათ. მეგობრებო, სცადეთ როგორ იყო, დაწერეთ კომენტარებში, რა ეფექტი მიიღეთ, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი, იქნებ თქვენთანაც მოხდა. რა სიტყვით ჩვენი შემდეგი შეხვედრის შესახებ. ახალ გადაცემებამდე ერთ კვირაში შევხვდებით.